მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ბათუმში პერმანენტული უწყვეტი აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. დღეს ჩემი სტუმარია ლადო აფხაზავა, როგორც ხედავთ და მინდა რომ ვისაუბროთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც დღეს ჩვენ თავს ხდება და ჩვენ გარშემო ხდება. ძალიან დიდი მადლობა ლადო, სრულიად შემთხვევით დავიჭირე აქციაზე და ისე გავიხარ და თვალები გამიფწინდა. ყოველთვის მინდოდა, ერთხელ მყავდა სტუმრად და კიდე მინდოდა რომ მისი აზრი მოგესმინათ თქვენც, მეც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა მასთან და ჩემთვის ცოტა ადამიანი არის ამ ქვეყანაში, ვისაც სწორებას ვაკეთებ, ვის აზრსაც პატივს ვცემ და ვისთანაც მინდა ხოლმე რომ ეს პოდკასტი ჩავწერო და ერთ-ერთი სწორედ ლადო არის. და წინა პოდკასტის დროს რაღაცები ისეთები მინდოდა მეკითხა და ყველაფერი ვერ ჩავასწრე. ძირითადად განათლებაზე ვისაუბრეთ. ხო, ძირითადად განათლება, არც უმაგესობა არის განათლების გარეშე, არც აქტივიზმი არსებობს, არც სამშობლო სიყვარული არსებობს, მაშინ გამოდის რომ რაღაცა ინსტინქტებით მოძრაობ და განათლება არის ზუსტად ის, როდესაც ამ ინსტინქტებს ემატება, გარდა იმისა, რომ მართლა შინაგანად ხო ყველას უყვარს არა ქვეყანა, ეს როდესაც გაცნობიერებულია და გააზრებული გაქვს, უკვე აბსოლუტურად სხვა ლეველია და სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე, ხო? ლადო, როგორ შეაფასებდი დღეს რაც ხდება ჩვენ თავს და ძალიან მიხარია, რომ ეთყობა ხშირად ვერ დადიხარ თბილისში, ხო, გურიიდან და როცა დროს ნახულობ ბათუმში უფრო ხშირად, კი, და ქუთაისში. თბილისში უფრო შაბათ-კვირას, მაგრამ შაბათ-კვირას მაინც ვერ მოვახერხეთ, იმიტომ რომ სკოლები შაბათსაც გვაქვს, იმიტომ რომ ზამთრის პერიოდში ჩაიშალა სასწავლო პროცესი და ახლა ის უნდა ავინაზღაო. ხო, რა ხდება დღეს და რა ვიცი, უკვე მე რამდენი თვეა მე პირადად რაც ხდება საქართველოში არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა ვიყო თუნდაც ბედნიერი. როდესაც სამშობლო გასაჭირშია, მართლა ვერ იქნება ადამიანები ბედნიერი, იმიტომ რომ რატომღაც მგონია რაღაც არარეალურ სამყაროში ვცხოვრობ, სადაც რომ წარმოვიდგენ ის კანონები, რაც მიიღეს, ის ყველაფერი, რაც მიიღენ, რომ წარმოვიდგენ ძალიან ცუდ სცენარს. და ეს ყველაფერი რომ ამოქმედდეს, ეს რომ ყველაფერი ამოქმედდეს და ეს ჯერ არ მინდა რომ მოხდეს საქართველოში და ეს სისულელები ამოქმედდეს და მე იმასაც წარმოვიდგენ ის ხალხი, რომელიც ეხლა ჩვენ გვემტერება, ისინი რა დღეს ჩავარდებიან შემდეგ. ხო, ანუ ყველას იმათ გონიათ, რადგანაც ისინი სხვა მხარეს დგანან, მათ ეს იმათ სხვა საქართველო ექნება და ჩვენ სხვა. ხო, ეს ასე არ იქნება. მას პირადად თუ არა, მის შვილს, მის დეიდაშვილს მეზობელს ნათესავს შეეხება. ამიტომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. აი, ყველას მე ვფიქრობ, რომ ამ 12 წლის განმავლობაში მშვენიერი ნიადაგი შექმნა ამ ხელისუფლებამ, რომ ასე კრიტიკულ მომენტში ძალიან ბევრი ადამიანი გაჩერებული იყო რაღაც ბანკის ვალი არ დაედვას, რაღაც ესხები აქვს, რაღაცები აქვს და სამსახურიდან არ უნდა გამოაუშვა. ახლა 500 და 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი და კიდე იმაზე ფიქრობ, რომ ვაიმე ბანკის ვალს რამდენად გადავიხდი და მომავალში კიდე უკეთესი მდგომარეობა არ იქნება. ძალიან კარგია, მაგრამ აი კარგი გონიათ, მაგრამ არა, ეს ძალიან ცუდია და მეორე ისეთი მდგომარეობა უკვე საზოგადოება გადაკიდებულია ერთმანეთთან. აი მაგალითად სკოლაში რომ შევდივართ, არის ხალხი, რომელიც შენი თანამოაზრეა და გეუბნებიან ჩუმად რა ხდება, ხომ ამ მშვიდობა იქეთ რამე ხო იქნება და მეორე ნაწილი იყურებენ როგორც მტერს. და ამ დროს ჩვენ სკოლაში ერთადერთი რამ გვაქვს პედაგოგებს. ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ. და როგორი ითანამშრომლობს, როდესაც შენ გიყურებს მეორე მხარეს მდგომს. მას შენთან თანამშრომლობ კი არა, სურათის გადაღება აღარ უნდა. ხო. აი, შეკრება რო იყო რაღაც დღესასწაულები აღნიშნენ, აღარ წავედი. იმიტომ რომ არ უნდათ იქ რომ ჩემთან სურათი იყო, მაგრამ იყო დრო, როდესაც ჩემთან
სურათის გადაღება ძალიან დიდი პლუსად ეწერებოდა და ნახე ჩემი გვერდით დგომილა, მაგრამ ნახე ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ ჩემთან სურათის გადაღებისაც ეშინია. ხო და ისეთი შეიძლება მაგალითად გამოიწვიოს, რომ ან რესურს ცენტრიდან თუ როგორ არის სამინისტრო თქვენთან არ არის გურიაში. ჩვენ სამინისტრო გვაკონტროლებს. ხო, გურიაში ახლა არ არის და ხო, რა ვიცი, ახლა ზედმეტი კონტროლი, ვითომ დეცენტრალიზაციაზე გვინდოდა ყველაფერი მომხდარი იყო განათლების სისტემა და ისეთი ცენტრალიზებული მივიღეთ, რომ უკვე დირექტორს ჩახველება აღარ შეუძლია დამოუკიდებლად, ხო? ახლა ბათუმში, აჭარაში ძალიან ბევრ სკოლის დირექტორს ვიცნობ და აი რა გითხრა, თითქმის ოჯახები ვართ დაახლოებული. ოჯახები მის მეუღლეს, შვილებთან ურთიერთობები გვაქვს და ერთმანეთთან მივდიოდით. დღეს ისეთ სიტუაციაა, მოვიკითხე ამას წინათ ერთ-ერთი დირექტორი როგორ ხარ, აშვები მეუღლეს თუა სახში ჩამოვიდა, თუ წავიდა და რა ხდება, ნუ ოჯახის ამბები. და როგორც კი დავამთავრეთ, შეთანხმებული ვართ, რომ იმანაც უნდა წაშალოს და მეც. Facebook-ში. და მე ვშლით, ნახევარ საათი ვშლით, რომ კომუნიკაცია ჩვენი არ დაფიქსირდეს, იმიტომ რომ ვიცით, რომ ყველაფერი არის. ყველაფერს ამას ამოწმებენ და აი ასე ურთიერთობა ძალიან რთულია. იმიტომ მითხრა მე ერთმა სკოლის დირექტორმა, ხო რაღაც მე მოწერა გქონდა და ჩატიო წაშალე. ხო, იმიტომ უნდა წაიშალოს, იმიტომ რომ რას ქვია შენ ახლა დირექტორს თურმე ლადო მასწავლებელმა მიწერა წერილი ოჯახში მოვიკითხე მისი შვილები, მეუღლე, დედამთილი, რაღაცა იქეთ ოჯახში ხები რო იცნობ და უკვე უნდა წაიშალოს. ასეთი სიტუაცია მოსწონს ქართველებს? ლადო რა მაინტერესებს, იცი აი შენი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ხარ, მეც ბევრი რამე მაქვს მიმართულებით გაკეთებული და მეც ვასწავლი უნივერსიტეტში მოქალაქეობას და დემოკრატიას და ასე თუ ისე ახლოს ხარ ამ სოციალურ პროცესებთან, ხო და ამ პროცესების ანალიტიკასთან რა ასე ვთქვათ. და როგორ ფიქრობ შენ აი რამ გამოიწვია ეს ხო უცებ არ დაგცემია თავსი არა ეს მოცემულობა და ეს მდგომარეობა ხო მოდი ვთქვათ ასე ყველა ნებისმიერ საზოგადოებაში შეიძლება ამ ყველაფრის პროვოცირება თუ რაღაცა გვაკლია ჩვენს აიმისოთ რომ აი რა ნიადაგი დახვდა ამ შეხედულებებს ხო ამ ქართული ოცნების ნარატივებს რატო დახვდა ეს ნიადაგი ამ ქვეყანაში ხო, ის 70 წლიანი მმართველობა რუსეთის მაინც მის შედეგი გამოიღო ის, რომ არის ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ამ მონურ რაღაცებს ცხოვრების წესზე მიჩვეულები არიან და თან ასაკიც მოემატათ და ის ახალგაზრდობა ენატრება. აი მაგალითად, ჩემს ძალიან ახლო ოჯახის უფროს წევრებს გონიათ რომ რუსეთში თუ იქნებიან და რუსეთის მფარველობის ქვეშ თუ იქნებიან ძალიან კარგად იქნებიან. იმიტომ რომ იმ დროს როცა ისინი ახალგაზრდები იყვნენ თურმე მოსკოვში მიდიოდნენ უფრო მოძრაობდით, უფრო აქტიური ცხოვრება ჰქონდა. ბიჭო, მაშინ ეუბნები ასაკში არ იყავი და ახალგაზრდა იყავი და იმიტომ არა კვლევებია მაგაზე ჩატარებული, რომ ადამიანების დროისა და სივრცის აღქმა ისე იმდენად იდენტიფიცირება ხდება და შერევა ხდება ამ შეგრძნებების და ემოციების, რომ აი ის რომ თავისი ახალგაზრდობა მოწონდა და უყვარდა, ხო, ამას აიგივებს იმ გარემოსთან, რომელშიც ცხოვრობდა, ხო? მაგრამ სინამდვილეში ყავს, რავი, ჩვეულებრივი ჰომო სოვიეტიკუსები. ეს ხო ცალკე ტიპი არის, ხო, კვლევის საგანი არის, რომ აი როგორ შეიძლება მართლა გააკეთეს კომუნისტებმა ეს, რომ ადამიანის ახალი ტიპი შექმნეს და ეს მერე ბაცილასავით და მეტასტაზებით საქართველოში ამ ხელაწინააღმდეგობა იმიტომაც მიიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ ვერ გათვალა სამოქალაქო საზოგადოება, ვერ გათვალეს ახალგაზრდები. მე ნახეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებში ფული ჩამოდიოდა, ტრენინგები იყო და ამიტომაც უთხრენ
თქვენ ახლა რა თქმა უნდა არასამთავრობო ორგანიზაციები რატომ გაანადგურეს? იმიტომ რომ ისინი ცნობიერების ამაღლებას უწყობდნენ ხელს, კრიტიკული აზროვნების, როგორი სწორი მიმართულებას აძლევდნენ საზოგადოებას, ასეთ რაღაცებს რო ასწავლიდნენ. ეს სწავლება არ უნდათ, კაცო, ამ მთავრობას უნდათ გამოთაყვანებული ყველაფერზე დიახ, ახლა ჩემი ეგრე ახლობელი არის, რასაც მთავრობა იტყვის ყველაფერი მართალია, კი ბატონო, ასე ომი საქართველომ დაიწყო, კი სწორია, დღესაც იძახის, არ უნდა გაგვესროლა, ისინი კი ისროდნენ საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ თუ შენ როგორ შეიძლება თოფი ისროლო, კაცო, ოჯახში რომ შემოგივარდება ვიღაცა ყაჩაღი და იარაღი თუ გაქვს მობძანდით ბატონო უნდა უთხრა თუ უნდა გაუმკლავდე ხო? აი არიან ხალხი რომელიც ყველაფერზე თანახმა, მაგრამ ვერ გათვალა ამ ხელისუფლებამ ის რომ არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება ფული არ აქვს, მაგრამ სამოქალაქო ცნობიერება იმხელა აქვს ამ ადამიანებს, რომ წინააღმდეგობა და საერთოდ სკოლაში ჩვენ როგორ ვსდით ბავშვებს? სკოლაში მე პირადად ბავშვი რომ რაღაცას გამიპროტესტებს, რომ მე ესე არ მინდა, მე ახლა არ მინდა პრეზენტაცია იყოს აქ მინდა ჯგუფური მუშაობა. ვაიმე, უბედნიერესი ადამიანი ვარ. იმიტომ რომ მას უკვე შეუძლია პროტესტის გამოთქმა, ხო? და პიროვნება როდის ყალიბდება? პირველად, როდესაც ადამიანი რაღაცაზე უარს იტყვის, აი პატარა ბავშვი რომ მაწოვარ სოსკას გამოაგდებს, რომ დანაყრდა წყალი აღარ უნდა, ასეთი რამე აღარ უნდა, აი მაშინ ყალიბდება პიროვნება. და ამას ეწინააღმდეგება, ახლა თქვათ, ასეთი ადამიანები არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას. უნდა რომ ყველაფერზე ტაში დაუკრას, გაუმარჯოს. ეგ ყველა ხელისუფლებას უნდა, მაგრამ მე ყველაზე მეტად ერთი პარადოქსი მაოცებს. კანტს აოცებ და კიდე რაღაცები და მე ყველაზე მეტად რა მაოცებს, იცით? აი ამ არასამთავრობოების და ამ ეგრეთ წოდებული NGO-ების დაფინანსებებით ძირითადად ის პროექტები იყო დაფინანსებული, რომელიც არის სახელისუფლებო პროექტები იყო. ასევე ის ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაშია, მე რა ვიცი, არც USAID-ის გრანტი მქონია და არც ერთი უცხოური გრანტი არასოდება. ხო, ახლა საზოგადოება უნდა იცოდეს. აი მაგალითად, ხელისუფლება ხარ, თქვა, თქვენ და მე ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია, თქვა. მე თუ მივიღე 50,000 ევროს დაფინანსება, ამჯერად ქალბატონი ლალი, რომელიც ხელისუფლებაშია, საზოგადოება მარიცის, ღებულობს 5.5 მილიონამდე ევროს. ანუ სახელმწიფო ყველა პროექტის დაფინანსების შემდეგ 2 იმდენს და 4 იმდენს თავად ღებულობდა. იმიტომ რომ ყველა სამინისტროს ხონდა უნდა ეთანამშრომლა სამოქალაქო სექტორს და ადგილ იმას რა ქვია ხელისუფლებას. ხო და ახლა ხალხს ეუბნებიან რომ აი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამდენ თანხას რომ იღებდნენ ბიუჯეტში რა არ უნდა იყოს აღწერილი, არ უნდა იყოს გამჭვირვალე და ბიჭო შენ რამდენს გაძლევდა ხელისუფლებაში რომ ხარ და საწავი და ის თანხა დონორებმა რომ მოგცე იმაზე დამიდევი კვლევა თუ არა ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს ყველა დეტალურად აქვს გაწერილი რაში რა დაიხარჯა და ყველაფერი გამოფენილია. უფრო მეცაც გეტყვით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხო ფაქტობრივად იმ ადამიანებთან თანამშრომლობდნენ, ვინც ეხლა ხელისუფლებაში არის. და ძალიან კარგად დადიოდნენ IFS-ის და USAID-ის გრანტებით ევროპაში და ამერიკაში და ძალიან კარგადაც მოწყობდათ ამითი თავი და ეხლა რატო გახდა ეს კეთროვანი ეს ორგანიზაციები და ეს სტრუქტურები? რატო გახდა და უკვე თავისი სავარძელი მოირყა? და ამ სავარძელი რო არ მოირყეს და უკვე 12 წელი გავიდა ხო ხელისუფლებაში და ხელისუფლება 12 წელი ასე ადვილად, ასე მარტივად არ უნდა იყოს ერთი და იგივე. გიორგი კეკელიძეს უთხრენ 11 წელია, მასე დირექტორი ხარ და წაიახლავ და აგეს წასვლა არ უნდა. ესე იგი ამ საქართველოში აი ეგ არის პრობლემა რა, რომ
ვინმე თუ ვიყვანეთ, თეორიული შანსიც არა თუ რაღაცა სერიოზული პანღურები თუ არ გამოიყენე, ისე რომ ხელისუფლებიდან წავიდნენ. მაგრამ მაგ მხრივ წინა ხელისუფლება პრინციპში მეტნაკლებად უმტკივნეულოდ წავიდა. ხო, რაც არ უნდა მხარს არ უჭერდე იმ წინა ხელისუფლებას თუ ასე იყვნენ და მტრები იყვნენ თუ აგი იყვნენ თუ რაღაც საშინელებებს ლაპარაკობენ. ისინი ცივილიზებულად მაინც მოიქცნენ სანამ არჩევნები დამთავრდებოდა, მანამდე გამოვიდა პრეზიდენტი და თქვა, გადავდივართ ოპოზიციაში. ხელი ჩამოართვა და დატოვა ხელისუფლება. მე მაშინ ამას პირდაპირ ეთერში უყურებდი, როცა გამოაცხადა და იყო იქ საზოგადოება და ის, რომელსაც ეწყინა ეს. ანუ სხვანაირად უნდათ დაწყება ხელისუფლება. იქ რევოლუციაც უნდათ მაშინ რომ აი იმ დროს ალბათ იმ თქვა პრეზიდენტმაც იცოდა რომ თუ მოიგებდა ხელისუფლება რაღაცა ჯანყი იქნებოდა, რაღაცები იქნებოდა, მაგრამ ბიჭო გათვალა თუ ვიღაცამ დაათმობია თუ რაღაცამ ძალიან უმტკივნეულოდ და მშვიდად ჩვენ ერთი ნაბიჯი წინ გადავდგით მაშინ, მაგრამ უკანაც გადავდგით ორი ნაბიჯი. თურმე, მაგრამ ეხლა ამას ვფიქრობ და მე ვფიქრობ რომ მაშინ გონია რომ მაინც სწორად მოვიქეცით რა ეხლა რომ დატრიალთ ეს ისტორია მაინც არა მაინც იგივენაირად მოვიქცეთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება რაც უფრო ადრე იცვლება და მოდის ახალი, ამაზე კარგი რა, კაცო. მასე ოჯახებშიც დედა, მამა მიდის და შვილი რჩება და მერე შვილიც დედა და მამა მაგათ ეგ უნდათ ახლა თუ უნდათ ესა მემკვიდრეობითი მონარქიების აღდგენა არ ვიცი მაგრამ ხო რა იცი ქვეყანა რაღაც ბიზნესმენების და ოლიგარქების ამის ისტორია ხო არის არა თემ სოფიოში ყველა ოლიგარქმა და მიწასან გაასწორა ქვეყანა და გაკეთდა თვითონ და აი ამ ხალხმა ვერ მიხვდა რომ ოლიგარქიული ხელისუფლებები დიდხანს ვერ ძლებენ შემდეგ თავის თავს ამოჭამს აი როგორც ტუჩზე იცის რაღაცების შენ რაც არ უნდა წამალი წაისვა ამ რაღაც აკნე თუ რაღაცებია შეიძლება ვერაფერი ვერ უკუნალოთ სანამ ის არ ამოჭამს თავს იქამდე არც წამალი არ შველის ესია ოლიგარქიული სახელმწიფო ეხლა ნელ-ნელა თავად შიგნით ამოჭამენ ერთმანეთს და მერე ნელ-ნელა სრულდება და ეს პროცესი დაწყებულია და ძალიან სწორი მიმართულებით მივდივართ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ასე უწყვეტი აქციები არის და გავაგზავნებთ ბოლომდე იმიტომ დასაკარგი ყველაზე მაგარი რამ სახელმწიფო ჩვენი სამშობლო გვეკარგება და უნდა გადავით ეს ერთი კაცის ხელში და მეგობრებო ყველა ერჯელ მოვდივართ ცხოვრებაში და ახლა იმას უყურო ბატონი ბიძინა იქეთ გადაფრინდა ბატონმა ბიძინამ ის შეისყიდა ბატონმა ბიძინამ ვიღაცას აგიაჩუქა ამაზე არ ვართ დაბადებული ამ ბიძინას გულისთვის არ ვართ დაბადებული ჩვენი შვილები ჩვენი ოჯახის წევრების ცხოვრებით უნდა დავტკბეთ და ახლა რა უყურო ახლა ბიძინამ რაქნა რაში მაინტერესებს არ მაინტერესებს საერთოდ არც ბიძინა და არც ერთი პოლიტიკოსი რა ღირებულებებზე ზრდი მოსწავლებს რა უნდა გააკეთო აი ამ მოცემულობაში იცით რამდენს ვფიქრობ მაგაზე მეც ხო ბავშვებთან მაგდა სამშობლო სიყვარული მარტო ლექსით კი არის სწავლება ქალბატონო ლალი სამშობლო სიყვარული ისწავლება როდესაც ხეს დაარგავ სადაც აი ეროზიული ნიადაგი რომა და იქ ხეებს აიღებ დაარგავ მეორე წელს რომ იხვალ და აი მეც ამას ვაკეთებდი ეგნენინოშვილის მუზეუმში კოლხური ბზა თლიანად აჭრეს და ჩვენ სკოლაში გამოვიყვანე და დღეს აი ამ ხელები არის კოლხური ბზები ბავშვები რომ მოდიან უკვე დიდები არიან და ზოგმა სკოლა დაამთავრა სტუდენტები მოყავთ მათი კურსელები მოყავთ აი ეს მე დავრქე რომ მეუბნებიან და მე მირეკავენ ლადომას ნიგზიანში ხარ კი ვეუბნები აუ გეხორწები მოდი და თავის კურსელებთან ერთად ეს ხო დავდგე მე ანუ იმდენად უყვარს იქ მოვიდა მისი კურსელები ეს დაბარეს შემობარეს მე სხვადასხვა ადგილებში მიყავთ და ანახებენ თუ რა გააკეთენ ბავშვობის პერიოდში და ასე შეაყვარებ თორემ ლექსი ახლა მეც ბევრჯერში ამიტომ არის ცოტა შორის ძალიან ცოტა ქვეყანა არის რომლის
მკვიდრი მიბმული არის ასე მიწაზე. კვლევები არის მაგ მიმართულებით ჩატარებული და აღმოჩნდა, რომ ქართველები, ფრანგები და იაპონელები არიან მაგ კატეგორიის, რომელთაც აქვს ნოსტალგია. ანუ თავიანთ მიწასთან მიჯაჭვულობა და ჩვენ ხო არ შეგვიძლია, ჩვენ ხო ემიგრაციაში კარგად არა ვართ. დასუფთავების აქციას რო გააკეთებ, გამწვანების აქციას რო გააკეთებ, რაღაც პრობლემას რომ ანახებ ბავშვს და მე ადვოკატირების კამპანიებს რო ჩაატარებინებ ადგილობრივ ხელისუფლებასა რომ მიიყვან და ეუბნება რომ მე შენთან ერთად ვითანამშრომლებ და მოდი ეს ხიდი გავაკეთოთ, მოდი ეს გავაკეთოთ, მოდი ზებრა გადასასვლელი. ამაში მოსწავლები რომ ამის მე უყვარდება კაცო სამშობლო. იმიტომ რომ მან ჩადო იგი და ყველა წელს რაც კი ჩვენ აქტიობები გავაკეთეთ ბავშვებთან მე ყველა წელს ვეუბნებოდით აი ეს თქვენ გააკეთეთ მე პრეზენტაციებში სურათი მქონდა ჩემი მოსწავლეებს გაუმართლათ იმიტომ რომ მთელი 5 წელია სხვადასხვა პრეზენტაციებს რო დავდივართ მათი გაკეთებული საქმეებს ვანახებ სხვაებს და ხო ხედავენ სურათებში რომ ვაიმე ლადომა სურათი რო გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციამ ჩემი სურათი იყო უკან ანუ ამით გაუმართლა რომ დიდხანს მოუწიათ ფიქრი იმაზე თუ რა გააკეთეთ ამიტომაც ახლა ჩვენ სოფელში ვთქვა ხიდი ბავშვებმა გააკეთებინა შიდა გზები ბავშვებმა გააკეთებინა ბზების ვამრავლებთ და აი ასე პატარა აქტივობებით იწყება ის რომ უფრო ემპათიურები, უფრო კრიტიკულად მოაზროვნეები, მაგრამ ახლა ამ ხელისუფლებას აი კრიტიკულად მოაზროვნეები პირიქით აღარ აწყობს. ხო, ეხლა გადასულია განათლება, აი მინდა გითხრათ რომ განათლების სისტემა არის გულულად რო ვთქვათ მიწასთან გასწორებული. არაფერი არ ხდება, რაღაც ავტორიზაციებია და აი წინასწარ დავწეროთ ეს გეგმები, კურიკულუმები, აბა ეხლა ყველა არ მუშაობს ეს ყველაფერი. ხო, იმიტომ რომ იმ ბავშვს სხვა მიმართულებით უნდა, ამგეს უნდა საბუთი რომ მოვა ვიღაცა, რომ ეს საბუთი იყოს მზად, მაგრამ ეს საბუთი რამდენად არის ბავშვის მიერ გაკეთებული ამ დავალებას ბავშვი წერს თუ მშობელი წერს ამაში ვინა პასუხისმგებელი. ამიტომ საბუთებით განათლების სისტემა წის ზევით წასული ვის გაუგონია. ძალიან კარგად გაქვს დაჭერილი ის რაც ფაქტობრივად მე ჩემი სისტემის ფუნდამენტად ვაქციე, რომ განათლების არხი არის ну გონება ხა თავისთავად ცხადია, მაგრამ თუ ამას ემოციური ფონი არ ჩაუფინე, განათლება ვერც გონება იმუშავებს და ვერაფერი ამ ქვეყნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მოსწავლის ემოციაზე გადიხარ და ამ ემოციით აწოდებ იმ თეორიას თუ რაც იქნება, ხო? და ეს ძალიან კარგია, ჩვენმა ბავშვებმა ძალიან კარგად აიღეს აი მშობლებისაგან და ამ წინათაობებისგან განსხვავებით, რომ სამოქალაქო აზროვნება არის და ზოგადად ქვეყნის მოვლა არის პირადი პასუხისმგებლობის საკითხი და უკვე როცა ბავშვები მე რაღაც ესეთი ჯაჭვი მაქვს რა რაღაცა ეს დაჭერილი რომ აი სტუდენტებთან რომ მუშაობდი ხო სტუდენტები აი ძალიან ადრე პერიოდში მეუბნებოდა მას ჩვენ ხო ერთეულები ვართ მე მარტო რას შევცვლი მე რა უნდა გავაკეთო და აი აქედან გრადაციები არის იქამდე რომ მე ასე ვთვლი და მე ასე მინდა უკვე საკუთარი თავის წვენა მე ჩემი ხმა ამ პარტიას უნდა მივცე როცა უკვე თავის მას მნიშვნელოვნობას ანიჭებს სტუდენტები ხო ჩემი მოსწავლეებს ვცდილობ რომ ჩემი მაგალითი უჩვენო რომ ხო ერთ ტალახიან სოფელში დავიბადე იქვე მასწავლებელი ვიყავი მაგრამ ისე მოხდა ცხოვრება იმდენი ვიაქტიურე რომ სოფლიო დონეზე ავედი ხო სოფლიო მაღიარა კონკურსები იყო თუ გავიცნო, ჩემი ქვეყანა გავაცანი, რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე, განათლების ელჩი გავხდი სოფლიოში და ეს მოვახერხე იმ ტალახიანი სოფლიდან. და ბავშვებს ვეუბნები, მნიშვნელობა არ აქვს სად ცხოვრობ, ბათუმში ხარ, სოფელ ღორჯუმში ხარ, სოფელ მაშინ კალოთაში ხარ, ნიგზიანში ხარ, ჩიბათში ხარ, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია შენი საქმე აკეთე კარგად. და არასოდეს არ თქვა, რომ მე ვინ ვარ, რა შემიძლია. ვაიმე, იმდენი რამე შეგვიძლია ადამიანებს. იმდენი რამე, აი
ყველაზე მეტად კორონავირუსის დროს მე შინოდა ის კორონა არ მინდოდა რომ დამმართოდა და სულ პირბადით ვიყავი რაღაცები, მაგრამ ის კი იმ დროს ასე სტრესული დროს ის მაინც მოახერხე რომ ინტერნეტის ფული ხო ჩაირიცხა 872 ბავშვს ყოველთვის ურიცხავდი ინტერნეტის ფულს. მე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ლექტორები რა იყო, სტუდენტები, ოღონდ ზემო აჭარიდან ვინც იყვნენ ბავშვები, სტუდენტები, იმათაც ურიცხავდით უკვე. მე მივხვდით რომ ეს თანხა ძალიან ბევრზე მიდიოდა და მე უკვე მთელი სოფელი ინტერნეტიზაცია მოვახდინე. იმ პერიოდში, როდესაც გარეთ გამოსვლა გვეშინოდა და აქედან გამომდინარე ყველაფერი შეგვიძლია. თავარია მოვინდომოთ. და ჩვენ ეხლა ვიც თავარია. გურულებმა ეგ ხო იცით, კაცო? რა? 1905 წელს რესპუბლიკა შექმნით არაფრიდან და კონსტიტუცია დაწერეთ. მაშინ კი შექმნით, მაგრამ ახლა ვართ. ახლა სად დაიკარგა ეს გურულობა? სად დაიკარგა და ყველაფერი გავიდა ჯიბეზე, იმიტომ რომ არა აქვს შემოსავალი, რაღაც ისე ჯიბე და აზროვნება არის კავშირში. კი, ალბათ, იმიტომ რომ ახლა არის კოლეგები, რომლებსაც აქვს 1200 ლარი და ამბობს, რომ მე ხმას ვერ ამოვიღებ, იმიტომ რომ ეს 1200 ლარი თუ წამართვეს. ხო, ანუ ნახე, ყველანი ვინც ეხლა არის, ვინც არა პროტესტებს, ისინი არიან კომფორტში. მისთვის კომფორტია ის. მშვიდად, აუღელვებლად, სხვა გარემო ფაქტორები არ უშლის ხელს, რაც თანხას აძლევენ, ის არის მისთვის თანახმა. და ვინც ვაპროტესტებთ, ჩვენ გავდივართ ამ კომფორტის ზონიდან. იმიტომ რომ სამშობლოს როცა უჭირს, ასე კომფორტში ვერ იქნები. ხოდა აქედან გამომდინარე სამშობლო არ გაძლევს საშუალებას იყო მუდმივად კომფორტში. გურიაში ყავას სვამთ? გურიაში ყავას სვამთ, კი. რომელს ერთხელ მახსოვს ვიად ციცი გური ყვებოდა გურიაში ასებით ხლესო ყავა შემომთავაზე და რომელი კიდე თხლეიანი თუ უთხლეო და შე რომელი მოგწონს? არა, ახლა რა თქმა უნდა ყავის კულტურა იმაში იყო, აჭარაში იყო და მე ახლა უფრო გურიაში უფრო ადრე შემოვაღწიეთ. მე მახსოვს ის პერიოდი, როდესაც ყავას გურიაში არავინ არ სვამდა. ადესას სვამდით მარტო? ხო, ადესას სვამდნენ, მაგრამ მე ყავაც შემოვიდა და ეხლა ამ ინტერნეტმა და გლობალურმა მოქალაქეობამ და გლობალურმა პროცესებმა ერთ დონეზე აიყვანა, მაგალითად მაღალმთიანი აჭარაში რომ მივდივარ და მოსწავლეს ნახულობ იგივე ბავშვია, თუნდაც ეგერ თბილისში რომ ერთ დონეზე არიან, ყველა ლიდერი არის, ყველა აქტიურები არიან და ეს ძალიან კაი პროცესი არის ამ კუთხით. ხო, რაღაც ეპოქამ გლობალიზაციამ ეს მოიტანა, რომ აი ნაციონალიზმი არც არქიტექტურაში ჩანს და ასე თუ ისე ერთადერთი რაშიც ვინარჩუნებთ ეს ცხოვრების წესია და ეს არის საინტერესო. საინტერესო, იმიტომ რომ ევროპაც ზუსტად ამიტომ გვიყურებს, რომ ძალიან საინტერესო ვართ მათთვის. გარდა იმისა, რომ რაღაცა ზოგადი ღირებულებები რაღაცა დონეზე საერთო გვაქვს ის რაღაცა ჩვენი უნიკალური, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებს. აი ხანდახან სულ მიკვირს რა, რომ იცახიან, რომ როგორ უნდა იყო იმ კონტექსტიდან ამოვარდნილი, რომ ევროპისგან ხედავდე იმას, რომ განსხვავებულია, თითქოს ჩვენს გადაგვარებას ცდილობენ. პირიქით არის, ზუსტად ეს უნდათ, რომ ჩვენი უნიკალობა დაინახონ და ეს აინტერესებთ. აბა, თავისნაირები იქაც კი ყავთ, ხო, თავისთან. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით მადლობა. იმისთვის, რომ ხარ. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ, იმიტომ რომ მე ხედავ იმას, რომ ძალიან ბევრი მსმენელი ყავს და შენი აუდიტორია ყავს და ამ აუდიტორიას ჯერ ხო ერშიაც ხო მაგარ საქმეს აკეთებ და ახლა კიდევ ინტერნეტ ქსელშიაც ამ კუთხით მიდიხარ და ძალიან მაგარ საქმეს აკეთებ
მიხარია რომ გიცნობ, მიხარია რომ მეგობრობ და ჩვენ ისეთ ეგრევე ვხდებით ხო ადამიანები ვინ გიყურებს კარგად, ვინ რა დამოკიდებულების და ჩვენ მართლა ვართ მე პირადად როცა შეგხდები უკვე ლალი არის და ხო ჩვენიანი და მე ბევრს მინდა ასე უსურვო ერთი კანტორის ხალხი ვართ მე და შენ ჩვენ ის ხალხი ვართ და ის ხალხი თუნდაც გამოვდიან აქციაზე ვინც ერთმანეთს აღიარების გარეშე არ გამოვა და ახლა შენ არის ხალხი რომლებიც მარტო ხელისუფლებას აღიარებს და ეს ხელისუფლება იმიტომ გჭირდებათ ხალხნო რომ თქვენი პრობლემები მოაგვაროს და თქვენ იმათ პრობლემებს აგვარებთ და ასე არ გამოვა. ლადო, სულ ერთი და იგივე ხალხია, მასე ხელისუფლებებს რო აღიარებენ, მაგის მეტი რა ვინახია და სულ ერთი და იგივე ხალხი ვართ, ვინც ამ ყველაფერს აპროტესტებს. ხო, მაგას უკვე აღარ განვიცდი, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ აბსოლუტური უმრავლესობა იდგეს დღეს ქუჩაში. სიტუაცია არის ძალიან გადატეხილი, აი მე აუდიტორიაშიც მაგ ბავშვებთან შეხება. თვალებში ჩამიხედია, რა ვიცი, ახლობლებისთვის, მეზობლებისთვის, უმოძრაოს ადამიანებთან, მშობლებთან მაგ კომუნიკაცია. აი ფაქტობრივად ქართულ ოცნებას დღეს დაკარგული აქვს მორალური უპირატესობა და ხო, ახლა ისინი ხედავენ მარტო ხანდახან ცოტა გამოვდივართ, თქვათ, ხან ბევრი ვართ, მაგრამ გონიათ რომ ამის გარდა არავინ არ აპროტესტებს. ის კი არიციან რომ სახლებში ვინ არის? ავასთან როზიან, ქალები იქ უკვე პროტესტია. სამზარეულოებიდან იწყება ყავის სმით იწყება პროტესტი. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის იმ პოზიტივისთვის რაც შეარია რაც არ უნდა კრიტიკული და კრიზისული სიტუაცია იყოს აი შე რო გამოჩდები ეკრანზე ვიცი რომ რაღაცა ისე სხვანაირად იმედიანი ტიპი ხარ ზოგადად იმიტომ რომ ოპტიმისტი ხარ და ხმერთმა მოგიშალოს ეს ოპტიმიზმი მე ამ ნოტაზე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს იმედი მაქვს რომ ეს გადაცემა რო დაიდება ეთერში უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ძვრები და ცვლილებები იქნება უკვე ჩვენ ქვეყანაში მომხდარი. დიდი მადლობა. მე ამ ნოტაზე დაგემშვიდობებით. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო ყველასთვის საყვარელი ლადო აფხაზავა. დიდი მადლობა მას ამისთვის.